რომელიც დაკავშირებულია სული წმინდის მოფემის დღესასწაულთან, განმარტავს წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი და სხვა წმინდა მამები. და როცა სრულდებოდა 50-მე დღე, ყველანი ერთად იყვნენ. განმარტება. ქრისტე ღმერთმა, რომელიც თავისი ნებით ეწამა ხორცით, კაცობრივი ბუნებით, ყუდრეთით აღსდგა და ჩვენ ცოდვისაგან მკვდარნი აღვადგინა და დაარღვია სატანისა და მისი ეშმაკების ძლიერება. ამიტომ ჩვენ 50-მე დღის დადგომამდე, ესე იგი აღდგომიდან სული წმინდის მოსვლამდე 50 დღის განმავლობაში ლოცვის დროს მუხლს არ ვიდრეკთ. არ ვიჩოქებთ, არამედ ზიაღმართულნი მივმართავთ მტერს. ისინი დაეცნენ და წაბორძიგნენ, ხოლო ჩვენ აღვზდეგით და აღვემართენით, როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი. ხოლო იმ დღეს, როცა ღვთაებრივი შვენიერები გამოგვიჩნდა ცეცხლის ენები, მუხლს ვიდრეკთ, ვიჩოქებთ, რადგან ამ საღმრთო ხილვის ღირსნი და დამტევებელნი არა ვართ და ვერ ვიტევთ, მაგრამ თაყვანისცემით ცხადყოფ, რომ სული წმინდის მიერ ვისწავლეთ სამების სრული თაყვანისცემა, რადგან სულია ღმერთი და მის თაყვანისმცემლებს სულით და ჭეშმარიტებით მართებთ თაყვანისცემა. და ამას ვასრულებთ 50-მე დღის შესრულებისას, ხოლო რატომ მოხდა ამ დღეს სული წმინდის გარდამოსვლა? ამის შესახებ ისმინე. საჭირო იყო, რომ სულის ნამგალი სწორედ ყანების გათეთრების, მომწიფების დროს მოვლენილიყო. ამისთვის მან, რომელმაც თქვა, აახილეთ თვალნი თქვენი და იხილეთ ყანები, რადგან გათეთრებულია უკვე სამყაროდ. იხილე იოანეს სახარების მეოთხე თავი 35-ე. სამყალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირებნი. ამბობს მათე მახარებელი. პირველად აღამაღლა ზეცაში ჩვენი კაცობრივი ბუნება და იქიდან კი მოგვივლინა სულის გალესილი ნამგალი. საჭირო იყო, რომ ეს მომხდარიყო დღესასწაულის დღეს, რადგან ვინც შეკრებილი იყო უფლის ვარცხმის სანახავად, მათვე ეხილად ენათა განყოფის ეს სასწაული, რადგან 50-მე დღის გამო მრავალი ადამიანი იყო შეკრებილი. ებრაელთათვის ეს დიდი დღესასწაული იყო. მათ ხომ ამ 50-მე დღეს მოეცათ ძველი რჯული სინას მთაზე და რადგან 50-მე დღეს მიეცათ ძველი რჯული, ამიტომაც სული წმინდის მადლი ამავე დღეს მოაფინა, რომ განცხადებულიყო სული წმინდის უფლება მოსილება, რომ იგი არის სრული ღმერთი და სამგვამოვანი ღვთაების განუყოფელი ერთობა, რომ ერთი და იგივე არის ძველისა და ახალი რჯულის მომცემელი და მიუხედავად დროთა სხვადასხვაობისა, ანუ იგულისხმება ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა, ერთი და იგივეა მოქმედი და მაცხოვნებელი. ასევე ქრისტეს მაცხოვნებელი ბნება და სიკვდილი ზუსტად იმ დღეს მოხდა, როცა სრულდებოდა კრავის დაკლა ძველი რჯულის მიხედვით. აგრეთვე სული წმინდის მოსვლაც არა სხვა დროს, არამედ იმავე დღეს მოხდა, როცა მიეცა ძველი რჯული, რათა ცხადი გამხდარიყო, რომ ერთი და იგივე სული წმინდა არის რჯულმდებელი ძველშიც და ახალშიც. რადგან პირველი თვის მე-14 დღეს გამოვიდნენ ისრაელის ძენი ეგვიპტიდან და იმ დღეს შეასრულეს პასექის უცოლმო საიდუმლო, აქედან დაიწყე ათვლა და იმ თვის დარჩენილი 17 დღე და მეორე თვის 30 დღე შეჰკრიბე, რათა მესამე თვის მესამე დღეს დაწესდეს დღესასწაული პასექის შესრულებიდან 50-მე დღეს, როდესაც მოციქულები საღვთო სარწმუნოებითა და მოკრძალებული ლოცვით ერთად იყვნენ გაერთიანებულნი. და მოულოდნელად ზეციდან იყო გორგვინა, თითქოს გრიგალი ამოვარდაო.
განმარტება მოულოდნელად ანაზდად იმიტომ რომ მოულოდნელი წამიერი მოსვლით განეცვიფრებინა მხილველნი და ყველას მოუწოდოს ამ საოცარ სასწაულზე შესაკრება, რომელიც არ მომხდარა უცნაურად და დაფარულად, რადგან როცა ზოგიერთები იტყოდნენ მოციქულები მაჭრით დამთვალანა, იმათაგან იმხილებოდნენ, ვინც ზეციდან მოვარდნილ გრიგალს ხედავდა. ზეციდან კი სწორედ იმიტომ იყო, რომ ცხადი გამხდარიყო ზეცაში ამაღლებულის მიერ მოივლინა სულიწმინდა და ღვთაებრივი საქმე იყო ეს. როგორც უწინ ძლიერი ქარით მოხდა მეწამული ზღვის შუაზე განყოფა, ახლაც ზეციდან მომავალი გრგვინვით მოხდა ყოველივე როგორც ძლიერი ქარის მოვლინება, რომ ამით ცხადი გამხდარიყო, ვინც სულიწმინდის მადლით შვილობის მადლის ღირსი გახდა, მათ საკუთარი თავი უნდა აიძულო ზეცათა სასუფეველისათვის. კარგად თქვა, როგორც ქარისაო, რათა სულიწმინდა რაიმე გრძნობათაგანი არ გეგონოს, რის გამოც იგი ძლიერი ქარის მსგავსად იქნა მოხსენიებული, რადგან სხვაგვარად მიუწოდომელი სიტყვით გადმოცემა და მოსმენა მიუწოდომელისა არ შეუძლია ადამიანურ უძლურებას, თუ არა ამ მატერიალური და იგავური სახეების საშუალებით, რომ ამით შევიცნოთ ჭეშმარიტება და აღივსო მთელი სახლი, სადაც ისხდნენა. განმარტება. ეს სახლი განასახიერებდა მთელ ქვეყნიერებას, რადგან მხოლოდ ზოგიერთს კი არა, არამედ მთელს ეკლესიას უშუალოდ მიეფინება სულიწმინდის გამოუვლებელი დაუშვებელი მადლი. ამასთანავე ეს სახლი ემბასაც განასახიერებდა, რადგან როცა მოციქულებისადმი აღთქმული იყო, დაპირება იყო მოცემული, რომ მოინათლებოდნენ სულიწმინდით და ცეცხლით, ამიტომ როგორც წყლით ივსება ემბაზი, ისე აღივსო ეს სახლი ქარით, ხოლო ცეცხლით მთელი სახლი კი არ აღივსო, რათა შიშისაგან არ გაფანტულიყო ხალხი და აღარავინ გარჩენილიყო საკვირველების მოწმე, არამედ ცეცხლი მხოლოდ იმ ადგილას ჩანდა, სადაც მოციქულები ისხდნენ და მოუვლინა მათ ცეცხლის ალივით განყოფილი ენები. განმარტება. როგორც იერემიას ხელი შეახო, ხოლო ეზეკიელს წიგნის გარაგნილი მიეცა მათი წინასწარ მეტყველებად დადგინებისას, ასევე მოციქულებს მოევლინათ ალივით გაყოფილი ენები, რათა ხილულის საშუალებით ირწმუნონ მათი უხილავად აღმავსებელი სულიწმინდის მადლი და როგორც რჯულის მიცემის დასაწყისში იყო საჭირო ცეცხლის მიერ მსმენელთა შეძორწუნება იქ მიცემული მცნებების დასაცავად, ხოლო ცეცხლში ღვთის გამოცხადება იყო, ასევე აქაც ცეცხლისებრი ენების სასწაული იყო არა მორწმუნეთა, არამედ ურწმუნოთათვის, რადგან უფალი ამბობს, სხვა ენებით და სხვათა პირით ვესაუბრო, ველაპარაკო ამ მერს ხალხს და არც მაშინ ისმინონო ჩემი, როგორც ამბობს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში. ხოლო ენების განყოფა ითქვა და არა სულისა, რადგან სულიწმინდით თავისი ერთობისაგან განუყოფელია და თითოეულ ადამიანს თავისი შეძლებისა და მიღების უნარის მიხედვით უნაწილებს იგი. გავაგრძელებთ თხრობას ზიარების წინ. ამიტომ მოციქულებს გაუყო ენები სწრაფად მოძრაობისათვის, ხოლო ცეცხლის ენები იმიტომ, რომ როგორც ცეცხლი წვავს და კიდეც ანათებს, ასევე მოციქულების სიტყვები ურწმუნოებას წვავდნენ და მორწმუნეებს კი ანათებდნენ. და კიდევ როგორც ცეცხლით, ასევე ენების გაყოფით წმინდა სამების ერთ არსებას და განუყოფელობას შევიმეცნებთ. მონათესავეა და ერთ ღვთაება სულიწმინდა ღმერთის სიტყვისა, რადგან ენა და სიტყვა გამოაჩენს გონების საფიქრალს და რათა შენც ისწავლო, შეიმეცნო, რომ დიდი გონებისაგან, რომელიც არის მამა,
იშვება ძე, რომელიც არის ღმრთის სიტყვა და გამოდის სული, რომელიც მამისაგან გამოდის და ძის მიერ მიეცემა ადამიანებს, რომელიც ახლა ცეცხლის ენების სახით მიეცა მოციქულებს. რადგან მართალი ადამიანის ენა გამოგრძნედილი ვერცხლია, როგორც ამბობს სიგელთა წიგნი, ამიტომაც ამბობს უფალმა მომცეს მე სწავლების ენა, როცა საჭირო იქნება სიტყვის თქმაო, როგორც ამბობს ესაია წინასწარმეტყველში. და დაეფინა თითოეულ მათგანს და აღიხსნეს ყოველმე სულიწმინდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ. განმარტება. აჯობებს ასე ვთქვათ და დაადგა თითოეულ მათგანზე, რათა აჩვენოს, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც ერთგულად ემორჩილება უფალს, არის ქერუბიმივით მისი საღდარი, როგორც ღმრთის ნების საკუთარ თავში განამასვენებელი, მაგრამ რატომ არ შევიდა მათ ბაგეებში, ვისაც მისცა ცეცხლის ენები, არამედ მათ თავებზე მოეფინა. იმიტომ რომ არ იფიქრონ თითქოს თვითონ ლაპარაკობენ, რასაც ამბობენ და როგორც ციდან მომავალი წყალი ჯერ მაღლა მთებიდან იწყება და მერე ჩამოდის ღელეებსა და ხევებში, ასევე სულიწმინდაც ჯერ მოციქულების თავებს დაეფინა და შემდეგ იქიდან როგორც მაღალი მთიდან ჩამოვიდა ბაგეებში და გულში და მთელი სხეული აღავსო საკუთარი თავი. რადგან მთელი ქვეყნიერების მოძღვრებად და განმანათლებლად იკურთხნენ მოციქულები, ხოლო კურთხევა ყოველთვის თავზე სრულდება. თუმცა მოციქულები ქრისტესაგან თავიდანვე იყვნენ კურთხეულნი, მაგრამ მხოლოდ ებრაელთათვის საქადაგებლად და არა წარმართთათვისაც. ამიტომაც სულიწმინდამ ისინი მათ თავებზე დაბრძანებით მთელ ქვეყანაზე საქადაგებლად აკურთხა. სულიწმინდის მოციქულების თავებზე დაფენა კი მათზე დამკვიდრებას ნიშნავს. ამიტომაც იმ დროიდან არსებობს ასეთი წესი, ვინაიდან ახლა უკვე უხილავად ხდება სულიწმინდის მოსვლა, სულიწმინდის სწავლებით დაკანონებულია, რომ ვინც ეპისკოპოსად იკურთხება, მის თავზე დაიდება სახარება ცეცხლის ენის მისანიჭებლად. ენა მიეცემა ქადაგებისათვის, ხოლო ცეცხლისა კი საუფლო ხმისათვის, რომელიც ამბობს, ცეცხლის მოსაფენად მოვედი ქვეყანაზე და როგორ მინდა, რომ ახლავე აღიგნოსო, როგორც ამბობს ლუკას სახარებაში უფალი, კერძოდ მე-12 თავის 59 მუხლი. თითოეულ მათგანზე ცეცხლის ენების დაჯდომით ცხადი ხდება, რომ პეტრეს თავი სულიწმინდის საღდარია, ასევე ანდრეასიც და სხვა ყოველი მათგანისას და ეს მოხდა მათი მოკრძალებული და ერთსულოვანი ლოცვის დროს, რათა ჩვენც ვისწავლოთ, რომ თუ ლოცვის დროს არ გვექნება ერთმანეთის სიყვარული და მოკრძალება, ვერ გავხდებით სულიწმინდის მადლის ღირსება. და ყველა აღივსოს სულიწმინდით, არა მხოლოდ 12 მოციქული, არამედ იმ სახლში მყოფი 120 ადამიანი, როგორც ნაწინასწარმეტყველებიც იყო, რომ მოგფენ ჩემ სულს ყოველ ხორციელზე, კერძოდ იოველის წინასწარმეტყველება. მაგრამ მოციქულებზე სულიწმინდა ისე კი არ დამკვიდრდა, როგორც იგი მკვიდრობდა ქრისტესთან, არსებით და ბუნებით, მარად მოუკლებელი მისგან, არამედ უხვად მიეფინა და მიანიჭა ყველა ენაზე მეტყველებისა და სასწაულების ასრულების ძალა. იმის გამო, რომ სულიწმინდა კი არა განიყოფა უდიდესად და უმცირესად, არამედ მადლს ანიჭებს უდიდესსა და უმცირეს. წმინდა წერილის ზოგიერთი ადგილა სულიწმინდის მადლი, ესაა წინასწარმეტყველების ამბავი, სულადვე მოიხსენიება. ხოლო როდესაც შენ იხილავ თუ რა უდიდესი მადლი მიიღეს მოციქულებმა სულის მოფენით, ნუ იფიქრებ, რომ სული უპირატესია ძეზე, რადგან ბუნებით და არსებით ერთ არსებას შორის არ არის უდიდესობა და უმცირესობა, არამედ როგორც მამა არ დაკლინებულა ძისათვის,
უმეტესი საქმის მიცემით, ასევე ძეც არ გამხდარა სულიწმინდაზე უმცირესი, როცა მისცა მას გზა უდიდესი საქმეების შესასრულებლად, რადგან განუყოფელი წმინდა სამების ყოველი ძალი და საქმე ერთია. სწორედ მისი ძალით აღსავსე მოციქულებმა დაიწყეს უცხო ენებზე ლაპარაკი, არა უბრალოდ ანდა უგუნურად, არამედ როგორც გოდლის მაშენებლების ენების შერევით მოხდა მათი გაფანტვა, ისე მოციქულების უცხო ენებზე ამეტყველებით მთელი ქვეყანა ერთ მორწმუნედ იქცა, რათა არც ერთი ერი არ დარჩენილიყო მათი სიტყვების მოусმენელად. როგორც საეკლესიო ხელდასხმის დროს ყველამ კარგად იცის, რომ მისთვის მინიჭებული პატივი ასევე მოციქულებმაც სულით მოფენობის ჟამს შეიცნეს ის ადგილები, სადაც უნდა ეკადაგათ ღვთის სიტყვა. იმისათვის, რომ საკუთარი ნებით კი არ აერჩიათ საქადაგებელი ადგილები, არამედ ცეცხლის ენების გაყოფის დროს, რომელ ენაზეც პირველად დაიწყო მეტყველება თითოეულმა მათგანმა, ის ერი განესაზღვრა მას მოსაქცევად. ამავე დროს თითოეული მათგანი ყველა ენაზე მეტყველებდა გზაში საჭიროებისამებრ, რომ ვისაც კი შეხვდებოდნენ, ყველასთვის თავისუფლად ესწავლებინათ, გადაეცათ საღვთო მოძღვრება, ხოლო თითოეული, რომელ ენაზეც პირველად ალაპარაკდა, ენათა გაყოფის დროს ის ენა გახდა მისი მოციქულობის წილი, რომ ამ ენაზე მეტყველი ხალხის მქადაგებელი გამხდარიყო. როცა ყველა ალაპარაკდა არა შერეულად, არამედ იმ წესით, როგორც სული აძლევდა მათ მეტყველების უნარს, თვით სული წმინდა დუმილით სასწაულებრივად უბრძანებდა: შენ გალილეველო პეტრე, თუ კი მეტყველებ რომაულად, ლაპარაკობ ენაზე, რომელიც აქამდე არ იცოდი და გესმის წადი რომში, რადგან სწორედ ეს არის ნიშანი რომაელების მეფობისა, რომ შენ მოციქულთა თავი განწესდი მათ მქადაგებელად. ასევე ყველა მიისწრაფოდა იმ ენისაკენ, რომელზედაც პირველად ამეტყველოდა, ხოლო სხვა ენების სიმრავლე გზაში საგზლად წაიღო, რომ ყოველი შეხვედრისათვის სასופველი სახარება და ჭეშმარიტი ცხოვრების სიტყვა დაუბრკოლებლად ეხარებინა. ხოლო იერუსალიმში იყვნენ ებრაელები, ღვთის მოშიში ადამიანები, ცის ქვეშეთში მცხოვრები ყველა ხალხებიდან. განმარტება. იერუსალიმში მათი ცხოვრება იყო ნიშანი მათი დიდი ღვთისმოსაობისა, ვინაიდან საღვთო რჯულის შესრულების სიყვარულის გამო თითოეულმა დატოვა თავისი საცხოვრებელი, რომ ადვილი ყოფილიყო მათთვის რჯულის წესის მიხედვით წელიწადში 3-ჯერ უფლის წინაშე წარდგომა. და როცა გაისმა ეს ხმა, შეიკრიბა მთელი ხალხი და შეძორწუნდა. განმარტება. ვინაიდან სახლში გაისმა, სახლიდან იყო ზეციური გორგვინვის ხმა, ამიტომ გარეთ მყოფები იქითკენ გაიხსნენ სანახავად, რადგან შეძორწუნებულები იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ ქრისტეს მკვლელობისათვის სასჯელი უკვე თავს დაატყდათო, რადგან სინდისის მხილების გამო თავიანთი ჩადენილი ცოდვა ქრისტეს სისხლის დაღვრა სულ თვალწინ ედგათ. ვინაიდან თითოეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი თავიანთ საკუთარ ენებზე, განმარტება. აჯობებს ასე ვთქვათ, რადგანაც თითოეულს ესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი მათ ენებზე. ამ ყველა ხალხიდან ერიდან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ მოციქულები მათ ენებზე. მოციქულებმა იცოდნენ, რომ ღმერთს ადიდებდნენ, ხოლო მსმენელებისაგან კი იგებდნენ. შენ პართულად მეტყველებ, ის რომაულად, ის ეგვიპტურად, უხაროდათ, რომ სხვადასხვა ერების სიმრავლე გამოუჩენდათ მათ ამ სასწაულის მხილველად და მთხრობელად. მოციქულები კი ლაპარაკობდნენ იმ მადლის შესახებ, რომელიც მათ მიიღეს, ლაპარაკობდნენ ჯვარცმასა და დაკრძალვაზე, აღდგომასა და ამაღლებაზე და იმ წინასწარ მეტყველებებზე, რომლებიც წინასწარ მეტყველებმა თქვეს ქრისტეს შესახებ. წინასწარ მეტყველებებზე აღსრულებულ საქმეებთან უნებოდნენ ერთმანეთს. განაყოლა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიანო? განმარტება.
ყველა ისინი სხვადასხვა ხალხებიდან შეკრებილები, გაკვირვებულები ეკითხებოდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ, ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ ხომ გალილეველები არიან, მოციქულების გალილეველობა იცოდნენ იქიდანაც, რომ ისინი ქრისტეს მოწაფეები იყვნენ და აგრეთვე მათი სამრეწველო ენიდანაც, რადგანაც ისინი ებრაულად ლაპარაკობდნენ და წამიერად ალაპარაკდნენ ამდენ ენაზე ყოველგვარი სწავლების გარეშე. და როგორღა ვისმენთ სათითაოდ ჩვენს საკუთარ ენას, პართელონი და მიდიონი, ელამიტები და შუა მდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა და ასიის მკვიდრნი, ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტის და კირინეს მომიჯნავე, ლიბიის მხარის მცხოვრებნი, რომიდან მოსულები, იუდეველები და პროზელიტები, კრიტელები და არაბები, ვისმენთ, როგორ ვაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის დიდებაზე. განმარტება. იუდეველი ეწოდებოდა ყოველ მათგანს მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ, რადგან იუდეური რჯულით ცხოვრობდნენ. ყოველმა მათგანმა იმ ქვეყნის ენა იცოდა, რომელშიც დაიბადა და აღიზარდა, მაგრამ თუ როგორ იყვნენ განფენილნი მთელ ქვეყანაზე, ცხადია, რომ ზოგი ტყვეობის გამო, ზოგი იმ ადგილებში მისვლა მოსული, სადაც ცხოვრობდა და შვილები ჰყავდა. ამიტომ რჯულით და ეროვნებით იუდეველს იმ ქვეყნის სახელი ერქვა, სადაც დაიბადა და აღიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ღვთის მოშიშების გამო იერუსალიმში დაიდო ბინა, დამკვიდრა და ტაძრის მახლობლად. იმ ქვეყნის წესჩვეულებები და ენა კი კარგად იცოდა, სადაც დაიბადა. ამიტომ გაკვირვებულები ეუბნებოდნენ ერთმანეთს, როგორ გვესმის ყველას საკუთარ ენაზე. ცხადია, რომ რადგან მათგან აქამდე მხოლოდ ებრაული ენა ესმოდათ, ახლა უკვით, როგორ მეტყველებენ ისინი მათი ქვეყნების სხვადასხვა ენებზე. ხოლო ეს ხალხი 15 ენად იყო გაყოფილი. პირველად პართელები და მეორედ მიდიელები, მესამედ ელამიტელები, მეოთხედ შუამდინარელები, მეხუთედ იუდეველები, მეექვსედ კაპადოკიელები, მეშვიდედ პონტუელები, მერვედ აზიელები, მეცხრედ ფრიგიელები, მეათედ პამფილიელები, მეთერთმეტედ ეგვიპტელები, მეთორმეტედ კირინეს მომიჯნავე ლიბიის მცხოვრები, მესამედად კრიტელები, მეთოთხმეტედ არაბები, მეთხუთმეტედ სხვადასხვა პროზელიტები. ამათ ყველას მაშინ ჯერ კიდევ ჰქონდათ თავიანთი მშობლიური ენა, თუმცა ახლა მოისპოდა უმეტესი ბერძნულად მეტყველებს. ახლა სასნაური გახდა, რომ თუმცა ყველა ენაზე მეტყველების მადლი მიიღეს მოციქულებმა, მაგრამ მაშინ იქ მყოფი და მსმენელი 15 ერის ენაზე ალაპარაკდნენ, რათა ამ რიცხვის საშუალებით ყოვლადწმინდა სამების ძლიერებაც ეკადაგოს და 12 მოციქულის რიცხვიც პატივცემული იყოს, რომლებიც მსმენელთა რაოდენობისამებრ სხვადასხვა ენებით ადიდებდნენ ღმერთს. და უკვირდა ყველას და გაუგნებულები ეუბნებოდნენ ერთმანეთს, რას მოასწავებს ეს განმარტება. ვინც მართლა გულით იყო მისული, ყველას უყვირდა ეს გაუგონარი საქმე და ამიტომ ამბობდნენ, რას მოასწავებს ეს. და ნამდვილად საკვირველი იყო წამიერად ერთი ენის ნაცვლად 15 ენაზე ამეტყველება. სხვები კი დასცინოდნენ მათ და ამბობდნენ, მაჭრით დამთვრალან. განმარტება. არათუ არ ესმოდათ, რასაც ისინი ამბობდნენ, რადგან რომ არ გაეგოთ, რასაც ლაპარაკობდნენ, მაშინ ცილსაც არ გასწამებდნენ, უცნაურ გაუგებარ ხმებს მრავალი ადამიანი გმობს, როცა არ ესმის გაგონი, ხოლო ამათ ესმოდა და კიდეც იგებდნენ, მაგრამ შურით დაგრმავებულებს ამ დასცინვით უნდოდათ სასწაულის დამალვა. ამიტომაც საბრალოები არიან და მათი უგუნურება ორნაირად იმხილება. დროით, რადგან 9 საათი იყო და თანაც გაზაფხული, სად მოიპოვება ამ დროს ახლა დაწურული ტკბილი დღესასწაულის დღეებში, მაგრამ რასაც ისინი ამბობდნენ, დასარღვეველად ღვთის განგები ჭეშმარიტების უფრო მეტად
დამამტკიცებელი გახდა, რადგან მორწმუნეები პირველად შეიკრიბნენ სასწაულით გაუცებულები, ხოლო ურწმუნოებით გარეთ დარჩენილნი კი მდგომარეობისა და გამკიცველებისაგან დასაცინად და გასაკიცხად იკრიბებოდნენ და ასე ყველას განეცხადებოდა ეს უეჭველი საღვთო ჭეშმარიტება. ამიტომაც დაცინვამ და გაკილვამ უფრო მეტი ადამიანი შეკრიბა, რადგან ვისაც შურის გამო არ უნდოდა ამ საკვირველების დანახვა, დაცინვის ძალით მირბოდნენ და თვალსაჩინო სასწაულისაგან იმხილებოდნენ. ამასთან ერთად ამ დამწინავებმა, მლანძღველებმა, ბოროტებით დაბერებულებმა არ იცოდნენ, რომ უნებურად ჭეშმარიტებას ლაპარაკობდნენ, ღაღადებდნენ, რადგან მოციქულთა მიერ სახარება იქადაგა არა დაძველებული წიგნით, არამედ განახლებული სულით. რადგან ნამდვილად ჭეშმარიტად ახალი ღვინო და ტკბილია სულიწმინდის მადლთა სისრულე შედარება, რომლითაც ცეცხლის ენებით განწმენდილი მოციქულები აღივსდნენ. ამ დაცინვითვე მიეცა პეტრეს თავისი სიტყვის დაწყების მიზეზი, რომლითაც 3000 სული მოაქცია ღვთისმსახურების ქადაგების ბადეში, რომელმაც იგი მებადურის ნაცვლად ადამიანთა მომნადირებლად აქცია. ასე გაცხადდა დავითის მიერ ნაწინასწარმეტყველები: გაანათესელებმა სამყარო შეძორს უნდა და შეირყვა დედამიწაო. ელვა ჯერ შეარყევს დედამიწას, არამედ ძობრა, როცა პავლე მოციქული შევიდა მაკედონიაში, მაშინ შეირყვა ბერძენთა მრავალღმერთიანობის სასტული. ამის გამო ამბობდნენ ისინი, რომლებმაც მთელი ქვეყანა შეაცდინესო, აქაც მოსულანო. ეს ყოველივე ჩვენთვის იყოს მაგალითი, რომ როცა ვინმესაგან სალანძღავ სიტყვას მოვისმენთ, მაშინვე არ შევწუხდეთ, რადგან მთელი ქვეყნიერების განმარწყინებელ, განმანათლებლებს მასთურებად, თვრალებად, მაჭრით მთვრალებად მოიხსენიებდნენ. შურის საქმოებისადმი დაპირისპირება არასოდეს შემცირდება, რადგან შური უფალსაც კი შეეხო, როდესაც იგი ეშმაკებს გამდევნიდა, თუმცა საქმეს ვერც აზაგებდნენ, საქმის მოქმედს დასწამეს სილი და მას ბელზებულით ეშმაკთა გამდევნელი უწოდეს. და სხვა დროს კი უთხრეს: სამარიტელი ხარ და ეშმაკია შენთანო. და აღარ ვიტყვი ჯვარცმის დროს, უფლის ურიცხვა გინებასა და დაცინვაზე, ტანჯვასა და შეურაცხყოფაზე, დარტყმასა და ყრიმალში ცემაზე. ამ ყველაფრის გახსენება იყოს ჩვენთვის ლანძღვა მოთმინებით ატანისა და შეურაცხყოფელებისადმი ურისყველობის სამამ, რომ ამ გზით მიემზრახსო ჩვენს მეუფეს და მისი სახარების მქადაგებელ მოციქულებს, რომელთაგანაც პავლე ამბობს: ჩემი მომბაძავები იყავით, როგორც მე ბაძავ ქრისტესო. ქრისტესო, რომელსაც შვენის დიდება აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, სულიწმინდის მოფენის დღეს. დღევანდელ დღეს სხვანაირად ჩვენი ეკლესიის, ქრისტიანული ეკლესიის დაარსების დღეც ეწოდება. დღესასწაულია განსაკუთრებული ყოველი მართლმადიდებელის და კიდევ ასევე გულით გილოცავთ ამ დღესასწაულს, პირველი ქრისტიანული თემის დაარსების დღესასწაულს, სულიწმინდის მოფენის დღეს. მისი მადლმოსილება ყოფილიყოს თქვენთან, სრულიად საქართველოსთან და ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანთან. ამინ. ერთმანეთ დაგლოცოთ და